ვიყურებთ პლატფორმებზე იმედიჯი, მაი ვიდეოჯი, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე და რადიო იმედის Facebook გვერდზე. მიმდინარე მოვლენების შეფასებას გთავაზობთ და ჩვენი სტუმარი გახლავთ თენგიზ შარმანაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი. მოგესალმებით, ბატონო თენგიზ, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით სმენელს. რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე გვაინტერესებს თქვენი შეფასება. დავიწყოთ რასაკვირველია 14 დეკემბრის მნიშვნელოვანი საკითხით. საარჩევნო კოლეგია მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩია. ორბელიანების სასახლე სალომე მზურაბიშვილმა პრეზიდენტის ინაუგურაციამდე 29 დეკემბრამდე უნდა დატოვოს. თუმცა ასევე ხედავთ, რომ სალომე მზურაბიშვილი ჯერჯერობით არ აპირებს ორბელიანების სასახლის დატოვებას. როგორ განვითარდება მოვლენები, როგორ ფიქრობთ? მით უფრო დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ თავისი პრეზიდენტობის მიწურულს სალომე მზურაბიშვილმა მორიგჯერზე გადაწყვიტა არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლა და მორყევა, არამედ ქვეყანაში მსოფლიოს დასანახად სამარცხვინო არეულობისა და ფარსის მოწყობა. აი ამ სიტუაციაში როგორ მოხდება ეს პროცესი, როგორ ხედავთ? უფრო ზუსტები რომ ვიყოთ, მან უნდა დატოვოს პრეზიდენტის სასახლე ფიცის დადების მომენტიდან. დიახ. თორე კონსტიტუცია ნათლად ამბობს, რომ წინა პრეზიდენტს უფლებამოსილება უწყდება ფიცის დადებისთანავე. ახალი პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე. აქ რა თქმა უნდა წუთებს და წამებს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ იმ დღესვე უნდა დატოვოს ფიცის შემდეგ. როგორ განვითარდება მოვლენები? ეს ხალბატონი იმდენად არაპროგნოზირებადია, კიდე რა პერფორმანსს მოიფიქრებს არავინ იცის. იმედს გამოთქვამნო, რომ იქნებ ბოლოსკენ მაინც მოუხმოს რაიმე იმას თავის აზრებს და არ გააკეთოს კიდევ დამატებით რაღაცა სამარცხვინო საქციელი არ ჩაიდინოს და მშვიდობიანად დატოვოს ეს შენობა, იმიტომ რომ მართლაც არ შეიძლება რაღაც ბანანის რესპუბლიკად ვაჩვენოთ ჩვენი თავი მსოფლიოს საზოგადოებას, სადაც პრეზიდენტს ამოეწურა უფლებამოსილება, ახალი პრეზიდენტი არჩეულია და რაღაცა სამართლებრივი საფუძვლების კი რა კერძო მოსაზრებების გამო ის არტოვებს საპრეზიდენტო სასახლეს და ურცხვად აცხადებს, რომ ისევ აგრძელებს პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებას. აქამდე მივდიოდით ნელ-ნელა თქვენ და მოსახლეობა ვაგვირდებოდით ყველა მოვლენას. დადგა მომენტი, როდესაც მან გადაწყვიტა, რომ ის ყველაფერზე მაღლა იდგა, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციაზე მაღლა. რა თქმა უნდა, ჩვენ დარწმუნებული ვიყავით მას უმრავლესობა, რომ არ გვეყოფოდა ხმები მისი იმპიჩმენტით გადასაყენებლად, მაგრამ ჩვენ წამოვიწყეთ მაინც ეს პროცედურა, თქვენი მონამორჩილიც საქართველოს პარლამენტს წარმოადგენდა იმ პროცესზე 4 ვიყავით და ეს ჩანაწერები დღესაც არის ინტერნეტში და თავისუფლად შეუძლია ყველას ნახოს, არ არის აუცილებელი უმაღლესი რანგის იურისტი იყოს, რა არგუმენტები ქონდა პრეზიდენტის წარმომადგენლებს, რა არგუმენტები ქონდა და რა არგუმენტები ქონდა ჩვენ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია. თუ არა ნაციონალური მოძრაობის ხმები, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ იმპიჩმენტი ორი ნაწილისგან შედგება, ეს სამართლებრივი ნაწილი, სადაც აუცილებელია საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა, მაგრამ ამით პროცედურა ბოლომდე არ მედის, შემდეგ იწყება პოლიტიკური ნაწილი, ამას პარლამენტმაც უნდა დაუჭიროს ხარი. აი პოლიტიკური ნაწილი, რა თქმა უნდა, ბოლომდე ვერ მივიყვანთ, მაგრამ ვაჩვენეთ მთელ მსოფლიოს საზოგადოებას და მათ შორის ქართულ საზოგადოებას პირველ რიგში, რომ დადგენილად მან დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. თან ეს არ იყო ერთჯერადი ფაქტი. ეს რომ მხოლოდ ერთხელ გაეკეთებინა, კიდევ არ მიაქცევდა ყურადღებას კაცი ისე. ეს თუნდა მიაქცია, მაგრამ მაინც ეს განგრძობადი პროცესი იყო, მან მრავალჯერ გააკეთა ეს და ყველაზე ცუდი ის არის, რომ შეიძლება შენი თავი მართალი გეგონოს და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მაინც აგრძელებდე თქვა თავებას და არ ჩათვალო მიზანშეწონილად ამ შენი მოქმედებების შეწყვეტა, იმიტომ რომ მართალი გეგონოს თავი. თუმცა ეს შეუძლებელია, ისე ნათლად წერია კონსტიტუციაში, რომ საგარეო ურთიერთობები მთავრობის თანხმობის გარეშე არ ხორციელდება პრეზიდენტის მიერ, მაგრამ მაინც შეიძლება ეს კითხვები გქონდეს. მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ როცა საკონსტიტუციო სასამართლო დაგიდგენს შენ, რომ ეს კონსტიტუციის დარღვევა მაინც რო დაიწყებ, მაინც გააგრძელებ ასეთ ქმედებს. ეს უკვე არის, აი, როგორ გითხრათ, აბუჩად კონსტიტუციის აბუჩად აღდების რაღაცა უმაღლესი რანგი და ეს არის ყველაზე დიდი გულდასაწყვეტი, იმიტომ რომ ამას მოვალეობაც უყურებს. როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ასეთ რამეს ჩადის საქართველოს კონსტიტუციის მიმართ, რა უნდა მოთხოვო შენ, თქვათ ახალგაზრდას ან არასრულწლოვანს
ასეთი დოკუმენტებისადმი პატივისცემა როგორ სულისმის კითხვები ვის დაკვეთას ასრულებს სალომე ზურაბიშვილი. თქვენც დაწერეთ რომ არ გვპატიობენ რომ არ გადავედით იმ მონურ რეჟიმში, როდესაც მხოლოდ ასრულებს სადაც დავალებებს და კითხვებსაც არ სვამ, რატომ შეიძლება ეს დავალება ჩვენ დამი წამოვიდეს, ჩვენ ვიმედოვნებთ რომ სიტუაცია შეიძლება უკრაინაში ომის დამთავრებასთან მიმართებაში და იმედი გვაქვს რომ ეს მალე მოხდება ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების ამოქმედების დროს. რა პროცესის მოლოდინში ვართ, ვიდრე ვთქვათ იანვრის 20 დადგება ამ შემთხვევაში ინაუგურაცია დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში, თუ ჩვენი პარტია დათანხმდებოდა ის როლი შეესრულებინათ რა როლსაც ასრულებს ოპოზიცია, ანუ ჩაითრევდა სამხედრო ავანტურაში საქართველოს, დიდი სიამოვნებით გაგვიხსნიან კარს, გულს და ყველაფერს და პირადი კეთილდღეობა 10 ჯერ უფრო გაიზრდებოდა, ესეც თქვენი კომენტარია. საინტერესოა და ყველა ველოდებით რომ სიტუაცია შეიცვლება, თუმცა ასევე ვხედავთ სანქციებს, დღეს კიდევ ორმა სახელმწიფომ ლიეტვამ და ესტონეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის მსგავსად, რომ საქართველოს ხელისუფლების 20-მდე წარმომადგენლებისთვის სანქციები დაეწესებინა. ხო, პირველ რიგში მოდი ბოლოდან დავიწყოთ. ამაზე მე ვწერდი ადრე. ძალიან გულდასაწყვეტია ის საქციელი, როგორც იქცევა ეს ორი ქვეყანა. ბალტიის ეს ორი ქვეყანა. თუმცა სხვა ქვეყნებიც არანაკლებ საკეთებენ ბალტიისპირეთის, მაგრამ მოტივი გასაგებია. რა თქმა უნდა, მათ უნდათ რომ ომის ქარცეცხლი მათ არ შეეხოთ. და ამის გამოსავლად მიაჩნიათ რომ ომის ქარცეცხლი გაჩაღდეს სადღაც სხვაგან. და რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასია მიაჩნიათ ასეთ ადგილად. ეს იმდენად ნათლად ჩანს მათი სურვილები, რომ არ არის ეს პარტნიორული დამოკიდებულება. იმის გამო, რომ შენ თავი დაიცვა, დაგეგმო, თქვათ, დიდი არეულობა, უბედურება, ქარცეცხლი შენ პარტნიორ ქვეყანაში არის, აი ყოველად უგვანო საქციელი, მეტი ავის რა სიტყვა გამოვიყენო, აღარ ვიცი. ამას ემეტება ის, რომ რა თქმა უნდა, ის deep states რასაც ეძახიან ამერიკაში და ჩვენ სხვა ტერმინს ვიყენებდით ამ ძალების მიმართ, მათ აქვს თავისი დღის წესრიგი. ყველაზე კარგად ეს წარმოსახა, ეს შექმნილი სიტუაცია თვითონ ბაიდენის ვაჟმა. ნუ გასაგებია, მე ყველა ვაკვირდებით ის, რასაც ბაიდენი წინასწარ არ ამბობს, ეს შვილი ახმოვანებს ხოლმე, მოგვიანებით მე ბაიდენიც ზუსტად იმასვე ამბობს. მან თქვა, რომ ახლა აკეთებენ ყველაფერს, რომ იმდენად გაართულონ სიტუაცია 20-იანვრამდე, რომ ძალიან დიდი ხანი დაჭირდეს მე ამის დალაგებას. ანუ ბაიდენის ადმინისტრაცია გადართულია იმაზე, რაც შეიძლება რთული ვითარება დაახვედროს ახალ პრეზიდენტს ცეცხლში. აი ამის მსხვერპლი ვართ ჩვენც. ეს საიდანვე რაღაც ისეთი მოვლენა იყო, რომელიცაც ჩვენ თვითონ მივხვდით. რა თქმა უნდა კი და მთავარი ის არის, რომ მათი წარმომადგენლები აქ, აი მაგალითად თავიყოთ გახარია, ამას ვერც კი მალავს. მე ტელეეთერშიც ვიყავი იმედის და იქაც აღვნიშნე, რომ მან გააკეთა საოცარი განცხადება. დარწმუნებული ვარ, რომ ის პატრონები არ მოუწონებდნენ ასე ხმამაღლა ამის განცხადებას, იმიტომ რომ როგორც წესი ამას ხმამაღლა არ აცხადებენ ხოლმე. თუ რამის მოსრება გვინდა 20 იანვრამდე უნდა მოვასწროთ. თორე 20 იანვრის შემდეგ შეიძლება იყოს გვიან. რა შეიძლება იყოს გვიან? პირველი ეტაპი მოგონი წლის ბოლოს. დემოკრატიის ბრძოლა სულ გრძელდება მთელი სიცოცხლე. რა არის ეს 20 იანვარი ესეთი, რომლის შემდეგაც შეიძლება იყოს გვიან? ეს საჩვენებს იმას, რომ გვიან შეიძლება იყოს არეულობისთვის. თორე დემოკრატიის დამკვიდრებისთვის გვიან არასდროს არ არის რისკი არა, რაც არ უნდა კარგად განვითარდეს მოვლენები, ამისთვის ყოველდღიურად უნდა იბრძოლო. აი ეს არის თავარი, რომ უკვე ხმამაღლაც კი აცხადებენ თავის ამ მისწრაფებებს და თავის ამ გეგმებს. ეს არის უკვე ძალიან ნათელი და ძალიან პირდაპირი. ამიტომ ყველანი უნდა იყოს ძალიან დიდი ყურადღებით. ვინაიდან მთელი ეს მანქანა მომართულია იმისთვის, რომ რაც შეიძლება ძიმე მემკვიდრეობა დაახვედროს ტრამპს ცეცხლში, არ მოუყვეთ ამ ძიმე მემკვიდრეობის ნაწილში ჩვენც. ჩვენ არა ვართ ისეთი დიდი სახელმწიფო, რომელიც შეძლებს ამის ესე შეკავებას თუ მაქსიმალური ყურადღება არ გამოვიჩინეთ ყველამ ერთად. ეს უნდა გავაკეთოთ რადაც არ უნდა დაგვიჩნდეს. ეს მძიმე მემკვიდრეობა, რაც არის ამერიკაში, მოქმედი პრეზიდენტის და ახალი ადმინისტრაციის შემდეგ და მოლოდინები, რომელიც გვაქვს და ასევე ის მძიმე, ასე ვთქვათ, სიტუაცია, რომელიც უნდა გამოსწორდეს უკვე ახალი არჩეული პრეზიდენტის მიერ, რომელიც ჩაანაცვლებს უკვე ინაუგურაციის შემდეგ სალომე ზურაბიშვილს. რა მოლოდინები
მოედინები გაქვთ, როგორ შეიცვლება ეს ვთქვათ სიტუაცია და პირადად თქვენ როგორც უმრავლესობის წევრი როგორ ფიქრობთ რა ვთქვათ ნაბიჯების გადადგმა იქნება თვალსაჩინო იმისთვის რომ მივხვდეთ რომ სიტუაცია ვთქვათ ამ კუთხით უკვე ნორმალურ ასე ვთქვათ კალაპოტში მიმდინარეობს. ჩვენ რას ვიტყოთ? ერთადერთი ვიტყოთ სამართლიან დამოკიდებულებას. აი ავიღოთ დღეს გამოაქვეყნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა იმ ნაწილში როგორებისთვის საქართველოს ტერორიზმს და როგორ მოქმედებენ ქართული სპეცსამსახურები და რა შეფასებას იმსახურებენ. რაც არ უნდა მტერი იყო ხელისუფლების და რაც არ უნდა ტენდენციურად წაიკითხო რაღაცა სიამაყის გზნობა დაგეუფლება, როდესაც ასეთ დიდი სახელმწიფო ასეთ ურთულეს საქმეზე ასეთ მაღალ დასკვნას იძლევა ქართული სპეცსამსახურებს. იქ სადაც ობიექტურად არის ლაპარაკი, ყველგან ლიდერი ვართ. აღმოჩნდა რომ აი ტერორიზმთან ბრძოლაშიც ერთ-ერთი ლიდერები ვართ ამ საქმეში. ისევე როგორც აღმოჩნდა რომ თურმე სასამართლო ხელისუფლებაშიც ლიდერები აი რეიტინგებს რო გადახედოთ რა ხდება მოლდოვაში, საქართველოში, უკრაინაში, ისევ მათ გამოქვეყნებულებს. ამიტომ რომელი კუთხიდანაც არ უნდა შეხედო საქართველოს კმედებას, ყველგან ლიდერები ვართ. ყველა მხრიდან ლიდერები ვართ. ეკონომიკური განვითარებით, კორუფციასთან, კორუფციის ინდექსი და ბრძოლით კორუფციასთან და აი ნებისმიერი რომელიც გინდათ აიღოთ. ამიტომ ჩვენ რას ველით? ჩვენ არ ვითხოვთ განსაკუთრებულ პრივილეგიებს ჩვენს მიმართებაში, მაგრამ ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას. თუ ყველაფერში ლიდერი ვარ, რატომ მიგვიანებ კანდიდატის სტატუსს წელიწად ნახევარი იმ ქვეყანებთან მიმართებაში, რომელიც ჩემზე უკან არიან ყველა მაჩვენებლი ძალიანით. რატომ შენ მოლაპარაკებას იმ ქვეყნებთან, როდესაც ახლაც კი ლიდერი ვარ. ასეთ საკითხებში. ჩვენ ველით ერთ რამეს, რომ ახალი ადმინისტრაცია ჩვენ მოგვეყრობა სამართლიანად. მე არ ვამბობ, რომ მათ სათქმელი ჩვენთვის არაფერი არ ექნება და ჩვენ გასაუმჯობესებელი არაფერი არ გვექნება, მაგრამ როდესაც პარტნიორული დამოკიდებულებაა, მე რა თქმა უნდა მოგისმენ და გავიზიარებ შენ თქვენს და დახმარებაც შეიძლება გთხოვ ხაროძების გამოსასწორებლად, მაგრამ როდესაც შენ თვითონ მიამბობ, რომ ამ საკითხში ლიდერი ვარ და მე შენ თვითონ მე ბლოკავ ამ ქვეყანას ჩემი მომავალი განვითარების მიმართულებით, უკვე ეს ვერანაირი კრიტიკას ვეღარ გაუძლებს. აი ესეთ დამოკიდებულებასთან მქონდა საქმე. მინიმუმ ამას ვითხოვთ ჩვენ და მინიმუმ ამას ველოდებით, რომ რა თქმა უნდა პარტნიორებს ჩვენთან შენიშვნები ექნებათ. აბა ახლა ახალგაზრდა დემოკრატია ვართ, 30 წელი არაფერი არ არის სახელმწიფოების ჩამოყალიბებისათვის და დემოკრატიის უმაღლესი ხარისხისათვის, მაგრამ მაინც ძალიან დიდი გზა გავიარეთ ურთულესი, სისხლიანი, ოფლიანი, თავისი გამარჯვებებით და დამარცხებებით და მაინც ლიდერები ვართ ამ რეგიონში და ჩვენ პარტნიორობისთვის ნებისმიერ დროს ვართ ღია და მზად. ერთადერთი მხოლოდ რასაც ჩვენ ვიტყვით, ერთი სიტყვით შეიძლება ითქვას, ეს სიტყვა არის სამართლიანობა. ეს რაც შეეხება ამერიკის ახალ პრეზიდენტს და ვთქვათ პროცესებს, რომელიც განვითარდება კი ბატონო, რასაკვირველია იანვრის ბოლოდან. რაც შეეხება ახალი პრეზიდენტი საქართველოში, რომელიც ასევე მძიმე მემკვიდრეობას იბარებს, უპირველესად მიხეილ ყაველაშვილს რისი გამოსწორება მოუწევს და როგორ წარმოგიდგენიათ ეს პროცესი? პირველი არის ის დღეს ამაზე პარლამენტის თავმჯდომარემაც ისაუბრა რამდენიმე საათის საათახლის წინ. პირველი არის მძიმე მემკვიდრეობა იმისა, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ბოლო ორ პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციისადმი. ეს ხალხს გაუჯდა უკვე თავში, რომ ეს თურმე არ ყოფილა ის დოკუმენტი, რომელსაც მაინდა-მაინც უნდა მისდიო ბოლომდე. ამის გამოსწორება მოუწევს. ანუ მან უნდა მისცეს მაგალითი იმისა, როგორ ზედმიწევნით უნდა დაიცვას კონსტიტუცია. არც ერთი საეჭვო ნაბიჯი არ უნდა გადადგას, რომელიც კითხვას გააჩენს კონსტიტუციასთან მის ქმედების მიმართებაში. ამის გამოსწორება თუ არ დავიწყეთ, ჩვენ მომავალი დიდი არ აქვს, იმიტომ რომ ქვეყანა, რომელიც სამართლის უზენაესობისკენ არ არის მიდრეკილი და სამართლის უზენაესობის ყველაზე დიდი დოკუმენტი კონსტიტუციაა საქართველოს, მაშინ აღარაფერი აღარ გამოგივა. თუ სასწორის ერთ პინაზე მიზანშეწონილობა და მეორე პინაზე სამართლიანობა, უნდა სამართლიანობისკენ გადაიხარო. ეს არის კაცობრიობის პროგრესის მთავარი მამოძრავებელი. შენ სამართალი უზრუნველყო და მოისროლო სანაგვეყუთში მიზანშეწონილობის მოტივით, ასე აკეთებდა ყველა დიქტატორი დედამიწაზე. თქვენ გინახავთ რომელიმე დიქტატურა ან რომელიმე საზღარი ქმედება, რომელიც არ გამართლებულა მიზანშეწონილობით. ჰიტლერი ამართლებდა თქვათ თავის ქმედებებს იმით, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გერმანია უსამართლოდ დაჩარგეს ვერსალის ზავით. მოტივი არის კი, ამიტომ რაც იმის შემდეგ გააკეთა არასამართლიანი რა ის ამასამართლებდა, რა თქმა უნდა არა.
ბოლშევიკები ამბობდნენ რომ ჩვენ უსამართლოდ იჩაგრებოდა თქვათ რუსეთის იმპერიის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, იმიტომ რომ თქვათ ზედაფენები ჩაგრავდნენ ამ უქონელ ფენებს, პროლეტარიატს, გლეხებს და მიწები უნდა წაერთმიათ ამ ხალხისათვის, გადაეცა თვითონ გლეხების საბოლოო ჯამში არც ქარხნები გადასცეს მუშებს და არც მიწა გადასცეს გლეხებს და დაამყარეს რაღაც საშინელი სახელმწიფო. ესე იგი, გამართლებას შენ საზეღარ ქმედებას ყოველთვის მოუძებნე მიზანშეწონილობით. მაგრამ როგორც წესი, როცა კაცობრიობა მიზანშეწონილობის მოტივით რაღაცის გამართლებას იწყებს და სამართალს ივიწყებს, მიდის ან ფაშისტურ გერმანიამდე, ან ბოლშევიკურ დიქტატურამდე. რა ვიცი, ახლა ასარჩევი გვაქვს ჩვენ, რომლისკენ უნდა განვითარდეთ. ამის პირველი მაგალითი მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოებო ბერკეტები საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს, მას თავარი მოვალეობა ის აქვს, რომ უწერია, რომ კონსტიტუციის დაცვის გარანტია. იმ ფარგლებში, რაც კონსტიტუციაში უწერია, რა თქმა უნდა, იმაზე მეტი არა. მაგრამ თავარი ეს არის მისი მაგალითი, პირადი მაგალითი. იმიტომ შენ როდესაც სტატუსი გაქვს სახელმწიფოს მეთაურის, პირველი ამოცანა შენი ის არის, რომ მთელ საქართველოს ყველა მოსახლეობის და ანახოს შენ ხარ პირველი სამაგალითო ადამიანი, ვინც იცავს კონსტიტუციას. რა ვიცი, ყველანაირად უნდა გვერდში დაუდგეთ ყველას, რომ ამან ესე იგი ბატონმა მიხეილმა ეს აუცილებლად განახორციელოს, თორემ კიდევ ერთ 5 წლიან ციკლს კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ გასული პრეზიდენტისა საქართველოს სამართლებრივი განვითარება ვეღარ გაუძლებს. კიდევ ერთ თემას მინდა შევეხოთ, ჩვენ ფეიქების ასე ვთქვათ სამყაროში ვცხოვრობ, თითქოს არავის უკვირს ჭორები, დეზინფორმაცია, რომელიც ვრცელდება და ფაქტობრივად ყოველდღიურად გვაქვს შეხება, მაგრამ კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ასევე განხილვის თემაა, დეზინფორმაცია, თითქოს საჯარო მოხელეს ქართული ენის ზონის ვალდებულება აღარ აქვს. თქვენ ამაზე უკვე გააკეთეთ შეფასება, ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია, ბოროტი განძრახვით დატრიალებულიო. თქვით, რასთან გვაქვს საქმე, რომ განმარტოთ კიდევ ერთხელ? არაფერი, ახლა კონკურსის პირობებში იქ სადაც საკონკურსო თანამდებობებია იდო ქართული ენის ზონაც. მაგრამ რა ხდება ახლა? თქვენ იცით, რომ ზოგადი მასშტაბური ტერმინით თუ გავმარტოთ საჯარო სამსახურს ის რაც ამ კანონთან და სპეციალური კანონებით რეგულირდება, ვერცად ვერ აღმოჩენთ ქართული ენის ზონას. რატომ? აი მაგალითად მე მომყავს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლებისადმი წაყენებული მოთხოვნები, ვინ შეიძლება გახდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი. და იქ არის ჩამონათვალი, რა ცენზი უნდა ქონდეს, გამოცდილების ასე შემდეგ. იქ ენის ზონას ვერ აღმოჩენ. რატომ? იმიტომ რომ სამართალი წარმოება საქართველოში არის ქართულ ენაზე. ეს ამ კანონმდებლობითვე იმთავითვე იგულისხმება, რომ სამართალი წარმოების ენას თუ ვერ ფლობ, მოსამართლე ვერ იქნები. 30 წელია თითქმის ეს კანონი მოქმედებს და არავის კითხვები არ გაჩენია. როგორ შეიძლება ვინმეს ამაზე კითხვები გაუჩნდეს? ან 30 წლის განმავლობაში ეს ხალხი სად იყო? წარმოგიდგენიათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევს თურმე ენა არ მოითხოვება, ვინმესგან გაგიგიათ ამ მსგავსი შეფასება? ვერც იტყვიან, იმიტომ რომ 30 წელი თუ ვერ შეემჩნიე. ან 30 წლის განმავლობაში ზოგიერთი მათგანი საქართველოს პარლამენტის წევრი იყო, ზოგი ამ სფეროში მოღვაწეობდა და არანაირი კითხვები არ ჰქონდათ. ამიტომ ეს ყურით მოთრეული მომენტია, იმიტომ რომ ამავე კანონში საჯარო სამსახურის შესახებ წერია, რომ საქმის წარმოების ენა არის ქართული. ეს იგულისხმება, რომ ვინც ამ საქმის წარმოებაში არის ჩართული, ამ ენას უნდა იცნობს. კარგით და გადავდგათ ეს ნაბიჯი თუ მაინც ვინმეს კითხვები აქვს და ჩავამატოთ ეს, მაგრამ მაშინ უნდა ჩავამატოთ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში, პროკურატურის შესახებ კანონში და უამრავ კანონს გიპოვით, სადაც ცენზებია ასეთი დასახელებული და პირდაპირ არ არის მითითებული, ვთქვათ, ქართული ენის ზონის აუცილებლობა, იმიტომ რომ თვითონ ამავე კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, რომ ან საქმის წარმოება არის ქართული წერია, ან სამართალ წარმოება არის ქართული წერია. ამიტომ მართლა ჭიქაში დატრიალებული ქარიშხალია და ამაზე შემილია ნებისმიერს გაუწიო ოპონირება და პირდაპირ უთხრა, აი ახაც ხმამაღლა, იქაც ჩემს სტატუსში ცოტა უხეში შევწერი. რომ მხოლოდ დილეტანტებს შეიძლება მოუვიდეთ ასეთი რამ აზრად თავში. დილეტანტი კიდე რბილად არის ნათქვამი. ან ბოროტი განზრახვის მქონე ადამიანებს. დიდი მადლობა წარმატებები მინდა გისურვოთ. თენგიზ შარმანაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მადლობა უთხრათ ჩვენს მსმენელსაც და მაყურებელსაც დათმობილი ყურადღებისთვის.